გამარჯობა, მოგესალმებით. უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ ბევრი საკითხი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე მოგახსენებთ. პირველი ის იყო უაქტუალურესი საკითხი, მიგრაციის თემა. აქ ჩვენ გვაქვს სიახლეები და ცვლილებები სამი მიმართულებით. პირველი, მიმდინარე კვირაში მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს, სადაც და რომლის მიხედვითაც გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა. მეორე, შრომით მიგრაცია შეეხება მეორე საკითხი, ასევე ჩვენ მივიღებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მყოფი უცხოელებისათვის გამკაცრდება დასაქმების პირობები. მაგალითად, თუ აქამდე რაიმე სახის ნებართვა საერთოდ არ იყო საჭირო, იმისათვის რომ უცხოელი დასაქმებული იყო, დასაქმების უფლებას ამიერიდან გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო მკაცრი პირობების გათვალისწინებით. მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრო მხედველობაში მიიღებს, რამდენად დეფიციტურია, ასე დავარქვათ პირობითად, ყოველთვის გასაგები რომ იყოს ესა თუ ის პროფესია, რამდენად არის ჭარბი მოთხოვნა კონკრეტული მიმართულებით, სადაც არ გასცემს სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე შესაბამის ნებართვებს და რამდენად დეფიციტურია. ეს ერთი მხრივ გაადვილებს ქართველებისათვის დასაქმებას, საქართველოს მოქალაქეებისათვის და მეორე მხრივ ბაზარზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით მოგცემს ზუსტ მონაცემებს და იმ მიმართულებით, სადაც დასაქმებული ადამიანი არ არის საკმარისი, ადამიანების რაოდენობა უბრალოდ არ არის საკმარისი გადამზადების პირობებს და შესაბამის აუცილებლობას განსაზღვრავს სწორად სახელმწიფო და ჩვენ დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს, რომ ერთი მხრივ გვაქვს შრომით ბაზარზე დეფიციტი სხვადასხვა მიმართულებებით და მეორე მხრივ კვლავ ბევრი ადამიანი, რა თქმა უნდა, შემცირდა ეს რაოდენობა საგრძნობლად, მაგრამ ბევრი ადამიანი გვყავს დაუსაქმებელი. ამით ჩვენ საშუალება მოგვეცემა განსაზღვროთ ის სფეროები, სადაც შეიძლება დასასაქმებელი, ასე დავარქვათ, პირების გადამზადებით მივიღოთ მეტი დასაქმებული საქართველოს მოქალაქე, ეს არის მთავარი. რა სანქციები იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამ პირობებს დაარღვევენ? სანქცია, კაცრი ჯარიმა არ იქნება მხოლოდ იმ მოქალაქის, უცხოეთის იმ მოქალაქისათვის, რომელიც ამ ნებართვის გარეშე იმუშავებს, არამედ ეს სანქცია და ჯარიმა იქნება დამსაქმებლისათვისაც, იმისათვის, რომ არალეგალურად არ დაასაქმონ უცხოელი მოქალაქეები. და როგორც უკვე გითხარით, დეფიციტური პროფესიები, ასე დავარქვათ, დაიდენტიფიცირდება და ამის გარდა ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ ასეთი სამართლებრივი რეგულაციებით პასუხისმგებლიანი ქვეყანა ვიქნებით, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც ამ პირობებს ჩვენ მკაცრად შევასრულებთ და აქაც არავის ექნება იმის საფუძველი და საბაბი, რომ ამ მიმართულებით რაიმე შენიშვნა მოგცენ. და ეს შესაბამისად ადგება ვიზა ლიბერალიზაციასაც. და მესამე მიმართულება, ეს არის საინვესტიციო ნებართვების მიმართულება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ თუ უცხოეთის მოქალაქე საქართველოში შეიძენს $100,000-ზე მეტი ღირებულების უზრუნველყოფას, მასზე ერთი წლით გაიცემა შესაბამის დისკრეციით, ოღონდ ყველა ვარიანტში არა, მასზე შესაძლებელია გაიცეს ერთი წლის ბინადრობის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სტატისტიკაა, ბოლო 6 წლის განმავლობაში ასეთი ნებართვა მიიღო 16,000-მა უცხოეთის მოქალაქემ ბინადრობის ნებართვაზე მოხდა საუბარი და დღეს აქედან ეს ბინადრობის ნებართვა დარჩება მხოლოდ და შენარჩუნებული აქვს სულ 3,600 ადამიანს. ბოლო 6 წლის განმავლობაში 3,600 ადამიანს. ამის მიუხედავადაც კი ჩვენ ვზრდით, ცოტათი ვამკაცრებთ საინვესტიციო პირობას და ნაცვლად $100,000-ისა, ეს იქნება $150,000 ეკვივალენტი, რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს და გამკაცრდეს ეს პირობებით. თუმცა ეს არ არის სფერო, სადაც ჩვენ თქვათ დეველოპერებს უნდა დავარტყათ და რაღაც გავზარდოთ არაბუნებრივი თანხებამდე, იმიტომ რომ 3,600 ადამიანი ბინადრობის უფლებით რაიმე საშიშროებას, როდესაც ამაზე აპელირებენ ხოლმე, ნამდვილად არ წარმოადგენს. შემდეგი საკითხი, ეს რაც შეეხება მიგრაციის თემებს. შემდეგი საკითხი, ეს არის ცვლილებების სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონში. თქვენ ალბათ გახსოვთ ერთ-ერთი პირველი კანონი.
ნაცმოძრაობის რეჟიმისა, ამას ეზახოდნენ ეგრეთ წოდებული ბოკერია რამიშვილის კანონს, ეს იყო მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით. ადამიანს შეეძლო, რომ დაებრალებინა თქვენთვის ნებისმიერი მოქალაქისათვის, პოლიტიკოსისათვის, საჯარო პირისათვის, ნებისმიერისთვის, მოქალაქისათვის რაღაც და მტკიცების ტვირთი იყო თქვენზე, რომ რასაც დაგაბრალებდნენ, ის თქვენ არ ჩაგიდენიათ. მაგალითად, გეტყოდნენ, რომ თქვენ მოკლული გყავთ ადამიანი, ხა უტრირებად თქმა უნდა რაღაც ყველაზე ისეთ ერთ-ერთ ბინძურ დაბრალებას ვიგონებ ამ შემთხვევაში სპეციალურად თვალსაჩინოებისათვის და თქვენ უნდა გემტკიცებინათ, რომ არა, თქვენ არ გყავთ მოკლული ადამიანი. აქ ბალანსი აღდგება, ესეც გარედან თავს მოხვეული ერთ-ერთი პირველი კანონი იყო აგენტების მხრიდან შექმნილი, აქ იქნება ევროპული მიდგომა, თუ კი ევროპელობა უნდათ ამ მიდგომაში წამოყვნენ და კეთილი ენებოდა დაგვეთანხმონ, ეს ხო გარედან თავს მოხვეული რაღაც მახინჯი კანონი. ამ მიერიდან, როდესაც ეს კანონი ძალაში შევიდა, შესაბამისი ნორმა მოქმედდება, მტკიცების ტვირთი ინფორმაციის გამავრცელებელზე გადავა. თუ კი ადამიანი იტყვის, რომ მეორე ადამიანმა რაღაც გააფუჭა, ჩაიდინა, დააშავა, მას ექნება ვალდებულება, რომ ამტკიცოს, რომ ნამდვილად ასე მოხდა. არც ერთ ჩვენგანს, არც ერთ თქვენგანს, არც ერთ მოქალაქეს ამ ქვეყნისას აღარ ექნება ვალდებულება, რომ ნებისმიერ სისულელეზე ამტკიცოს, რომ ეს სისულელე მას არ ჩაუდენია. თუ კი ვინმე იტყვის, რომ რაღაც ჩაიდინეთ, ნებისმიერმა თქვენგანმა თუ ჩვენგანმა, დამბრალებელს ექნება ვალდებულება, რომ ამტკიცოს, რომ ეს არის სწორი ინფორმაცია და არა პირიქით, რაც აბსოლუტური უკაცრავად გამოცქმისათვის და მარაზმი იყო. ასევე დღეს ვისაუბრეთ უკვე ჩემს მიერ და ჩვენს მიერ დაანონსებულ საკითხზე, რასაც ქვია დაზარალებული სიანის ანაზღაურების გარანტიები და ჩვენ ვიღებთ კანონს, რომელსაც ჯერჯერობით კიდევ აქვს კანონპროექტის სახე, რომლის მიღების შემდეგ დაზარალებულისათვის სიანის ანაზღაურების პირობები იქნება გაადვილებული და ასე მარტივად ვეღარავინ იფიქრებს, ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, რომ მოდი ახლა მე რამდენიმე წელი ჩავძები ციხეში და მე რამდენიც არ უნდა მოვიპარო, რამდენი ზიანიც არ უნდა მივაყენო სახელმწიფოს თუ კერძო პირს, მე ეს შემრჩება. სახელმწიფო უნდა შეძლოს, რომ სიანის მიმყენებლიდან და თუ ვინმეს გადასცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა თუ ქონება ან რაიმე ფორმით სხვაზე გააფორმა და ასე შემდეგ, ამის ამოღება კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სახელმწიფომ შედარებით მარტივად უნდა შეძლოს, რა თქმა უნდა, შესაბამისი მტკიცებულებების და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ასე რომ, ნურავის ექნება იმედი, რომ ან კორუფციაში ჩაერთვება, ან ფულს გაათეთრებს, ან ფულს სახელმწიფოს მოპარავს, ან ვინმეს დააზიანებს კერძო პირს და ეს ფული შერჩება სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონების და შესაბამისი აღსრულების სახით, რომ კორუმპირებულს, მიმთვისებელს და სხვის დამყაჩაღებელს, ასე სიმბოლურად ასე ვთქვათ, შერჩება თანხა. ამაზე იოცნებებ. ასევე მიმდინარე კვირაში, ჩვენ საინტერესო კვირა გვექნება და მიმდინარე კვირაში გვექნება გენერალური პროკურორის არჩევა, ავირჩევთ გენპროკურორს და დღევანდელ ხდომაზე ჩვენ ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით და წარმოდგენილია როგორც მოგეხსენებათ გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი უმრავლესობაში იცნობს, მათ შორის მეც რა თქმა უნდა, ძალიან კარგად და ვინაიდან ეს ადამიანი არის ღირსეული, პროფესიონალი კადრი, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. გვექნება ასევე სუსის ანგარიშიც და მოვისმენთ შესაბამისი კითხვებიც გვექნება და კვირის ბოლოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშსაც მოვისმენთ. ეს არის მიმდინარე კვირის ჩვენი დღის წესრიგი, სხვა საკითხებიც არის, რა თქმა უნდა, თუ ამასთან დაკავშირებით კითხვები გექნებათ, სიამოვნებით გიპასუხებთ. მოგესალმებით ტელეკომპანია იმედი, ნინი მაისურაძე, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე დაკავებულები არიან ოპოზიციის ლიდერები, დღეს მორიგი სერია ვიხილეთ, თუმცა ისევ გაისმა მათი მხრიდან ბრალდება, რომ ეს დაკავებები არის პოლიტიკური. რა იქნება სახელმწიფო გუნდის პასუხი ამ ბრალდებაზე? გამოცხადდნენ? გამოცხადდნენ? კომისიაზე ვინმე სხვა არ გაქვს, ხო არის რომ გამოცხ არა. არ გამოცხადება დანაშაულია ქართული კანონმდებლობის მიხედვით. დიახ. დიახ. სწორი მართალი ბრძანდებით ამ შემთხვევაში, ესე იგი დანაშაული ჩაიდინა ადამიანმა და მას მიესაჯა შესაბამისი სასჯელი. მარტივი ამბავია. პოლიტიკური აპატიმრო, როდესაც უკანონოდ პოლიტიკური მოტივებით და მიზნებით იჭერენ ადამიანს. და ასე ყველაფერზე
ლაპარაკი რომ პოლიტიკურია, კიდევ ერთი ასე მარტივი არც ერთ საქმე არ ყოფილა. არ გამოცხადება ისჯება კანონით. არ გამოცხადნენ და დაისაჯნენ. სად არის პოლიტიკა? და თავად ეხა თუ ვინმეს უნდა თავის შეფარება ციხისთვის, იმიტომ რომ მეტი არაფრის თავი არ აქვს, არც არჩევნებში ღირსეული მონაწილეობის, არც შედეგის მიღწევის და ასე შემდეგ, ეს მათი საქმეა. ეს იგივეა, რაც ეხა მე რო წავიდე და ვიღაცას თავში ჩავარტყას ვეცადოთ იმისათვის, რომ დამინახოს თან დემონსტრაციულად და დამიჭირონ, იმიტომ რომ გარეთ არ დამედგომება. ეხა ეს თუ უნდა ვიღაცა ჩვენ რა გავაკეთოთ? დემონსტრაციულად, სახალხოდ ჩაიდინეს დანაშაული. რა უნდა ქნა ამ დროს? ან უნდა თქვა რომ სახელმწიფო არ არსებობს, რასაც ის სულ ერთ არგუმენტს რომ მიგონებენ რომ ეს არის უნდა ხო კარგი არალეგიტიმურია კომისია, არალეგიტიმურია სახელმწიფო, თქვენ ეხა არალეგიტიმურად ხართ აქ, მე რომ ურალოსობის შემდეგ ურალოსობის სახელით ხომას იმას ბრიფინგს ვატარებ, ესეც არალეგიტიმურია და საერთოდ თამაშობთ ეხა ჩვენ სახელმწიფოში კი არ ვცხოვრობთ. აი ეს უნდა სახელმწიფო ჩამოქცევა უნდა, ან ეს უნდა გაითვალისწინო, ან დანაშაული ჩაიდინეს და მართლები ყოფილიყო, როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ პოლიტიკური პატიმრობა ეს არის ფრაზა აბსოლუტურად სპეკულაციური. ასე მინდა გითხოთ რომეო მიქაუტაძის დაკავებაზე, რა ჩვენ ამ საქმემ და ამ დაკავებამ და ზოგადად როგორია სახელმწიფო პოლიტიკა. მე თავში ვიკავებ სხვა მოტივით კონკრეტულ ადამიანზე თუ საქმეზე ლაპარაკისგან ზოგადად. ჩვენ გვაქვს ამბიცია და ეს შემთხვევით არ გვითქვამს. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ სოფლიო სამეულში ძალიან მალე თან, აწლეულების შემდეგ კი არა, ძალიან მალე შევიდეთ კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით. თუ კი რომელიმე საჯარო მოხელე, ჩვენი თანაგუნდელი იქნება ხილებული განაჩენით, არც პრეზუმპციას დავარღვევ, არც კონკრეტულ პირზე ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, მხილებული იმაში, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, კანონი იქნება აღსრულებული. და წარსულს ერთი წამით თავი დავანებოთ, მომავალში მინდა გავაფრთხილო, ეს არის ჩვენი მიდგომა. რაც არ უნდა ილაპარაკონ ეხა სპეკულაციურად სხვადასხვა მედია საშუალებებმა, ჩვენი მიდგომა არის ერთი. ყველას ვაფრთხილებ მთელი პასუხისმგებლობით. ეს არის გუნდის მიდგომა, აღმასრულებელი საკანონმდებლო და ყველა შტოს მე დარწმუნებული ვარ კორუფციასთან ბრძოლაში სასამართლოც თავის პოზიტიურ კანონის ჩარჩოებში წული შეიტანს. ამიტომ მთელი სითამამით ვამბობ, რომ თუ კი ამ ქვეყანაში კიდევ რჩება კორუფცია და ეს გასაგებია ყველა ქვეყანაშია რაღაც დონეზე. ჩვენ წინ მივიწევთ ამ მიმართულებით, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, მაგრამ ყველას ვაფრთხილებ. ხელი არავის წაუწეს. ეს არ არის ჩვენი ისეთი მიდგომა, რომ რაღაც ხისტად და რაღაც მეთოდებით და საჩვენებელი მასკარადებით როგორც აკეთებდა წინა ხელისუფლება. ასე არა, მაგრამ თუ კი ვინმე ხელი წაუწდება, სახელმწიფო ამის მიმართ იქნება შეურიგებელი. იმიტომ რომ თითოეულ ჩვენგანს გვაზიანებს. ჩვენ როგორც პოლიტიკოსებს, ჩვენ როგორც მოქალაქეებს, ხელისუფლებას არ ვსაუბრობთ. ამ შემთხვევაში პოლიტიკოსებზე კი ბატონო ხელისუფლებას, მაგრამ თქვენ თითოეულ თქვენგანს ვინც გვისმენს, ვინც მოგვისმენს, ვინც ამ სიტყვებს გაიგებს, თითოეულს აზიანებს და ქვეყანა მიყავს უკან. თუ კი რაიმე შემაფერხებელი შეიძლება იყოს, კორუფცია არის ერთ-ერთი მთავარი. და თუ კი ვინმეს მოუნდება რომ ხელი მოითფოს რაღაცეებს, ჩვენ ამის მიმართაც შეურიგებლები ვიქნებით. ყოველგვარი ხას უსვამ მასკარადების გარეშე და დადგმების გარეშე. უბრალოდ ვიქნებით შეურიგებლები და სახელმწიფოს დღეს ამისი ისევე როგორც პარტნიორებთან, სხვა ქვეყნებთან შეკამათების თავი აქვს, ასევე ჩვენ შეგვწევს დღეს უკვე ძალა, რომ კორუფციას სხვა დინამიკით, სხვა სიმკაცრით ვებრძოლოთ და არა რაღაცა პოპულისტური მეთოდებით. ჩვენ შევებრძოლებით კორუფციას, რაც რამდენიმე საკითხი ჯერდი მორალთან მართლები ვიქნებით. ეს ყველაზე მთავარია. ერთ-ერთი. მეორე, ეკონომიკას თითოეული კორუფციული ფაქტი უკან წევს. მესამე, ჩვენი შვილების წინაშე ვიქნებით მართლები და ისინი ისწავლიან, როგორ შეიძლება აბსოლუტურად პატიოსნად ცხოვრება და როგორ შეიძლება პოლიტიკოსი, საჯარო მოხელე, ის ადამიანი, რომელიც მილიარდებს მართავს, იყოს პატიოსანი. ერთხელ და სამუდამოდ შეიძლება ამის პრეცედენტი შევქმნათ. პატიოსნების პრეცედენტები დაუჯერებელი რომ არის. დაუჯერებელია. დღეს საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი, თუ ხარ პირველი პირი, მეორე პირი, სადღაც ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენს, სიტყვა გეთქმის, თანამდებობა გაქვს,
შენ აუცილებლად ფულს უნდა აკეთებდე. აი ეს სტერეოტიპი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინგრეს. კორუფციის ნებისმიერი ფორმა 2003 წლამდე ფორმა იყო, რომ მასა იყო კორუფციაში გასული, ნორმა იყო და წესი იყო. შემდეგ ეს ვითომ ჩააქრეს და რამდენიმე ათეული ადამიანი შეულობდა ათეულობით მილიონს და რაღაც შუარგოლის კორუფცია რაც ხრჩება ჩვენ ძალიან ცუდი და ძალიან ბინძური. არ შეიძლება სიბინძურის ხარისხზე ვილაპარაკოთ კორუფციის, მაგრამ ჩვენ უნდა შევერძოლოთ ნებისმიერი სახის კორუფციას, რომ ვერავინ შეძლოს დაბრალებაც კი ვეღარ არის. დღეს რომ რაღაც სიუჟეტებს აკეთებენ და თითოეულ ჩვენგანს რაღაცებს გაბრალებენ ხოლმე, ამ სტერეოტიპების ბრალიც არის მათ შორის. ანუ რაც არ უნდა პატიოსნად იცხოვრო, უბრალოდ გამოვა ვიღაც აგენტს დაქვემდებარებული ვითომ ჟურნალისტი და დაგაბრალებს რაღაცას. და იმდენად სტერეოტიპი ადამიანების გონებაში ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ აი კორუფციის გამო დღემდე რომ არის გამჯდარია, რომ იჯერებს ბევრი. და ამიტომ დიდი ბოდიში ხაქრო დგავარ და რაღაცას ვცდილობ და გულწრფელად ჯერა საკუთარი გაკეთებული საქმის. ძალიან არ მინდა, თუმცა ძალიან სუბიექტურად პიროვნულად და არც ერთ ჩვენ თანაგუნდელს, არც ერთს რომ აბრალებდნენ და თუნდაც ორ ადამიანს და ერთ ადამიანს ჯეროდეს რომ ეს შეიძლება რეალური იყოს. მე ისურება ერთმანეთში ვეღარ არჩევს მოქალაქე. რომელი პატიოსანია, რომელმა მართლა იშოვა ფული კორუფციული გზით, რომელმა არ იშოვა, უჭირს მოქალაქეს ამის გარჩევა. ძალიან დიდი ბოდიში ნებისმიერ ჩვენ თანაგუნდელს და თუნდაც რომელიც რაღაცას ცდილობს, ან ცდილობდა, ან ეცდება მომავალში. მე რომ მაგ ვდგავარ და ასეთი რწმენით ვმუშაობ, მანაც კეთილი ინებოს და ასეთი რწმენით იმუშაოს. და მე უკვე მოქალაქეს გაარჩევს, პატიოსანს და არაპატიოსანს. და ეს სტერეოტიპის დაინგრევა. თურმე შეიძლება რომ ადამიანმა იმუშაო პატიოსნად, თან იყო ხელისუფლებაში და რაღაც გეკითხებოდეს. კესო ქაფიანიძე რუსთავი. დღეს გახარია იყო დაბარებული დროებით საგამოძიებო კომისიაზე და არ გამოცხადდა, მას მისცეს გამოსაცხადებლად გონივრული ვადა 9 დღე. თუმცა როგორც ვიცით, ის არც 2 ივლისს არ იქნება საქართველოში და ისევ დისტანციურ ჩართვაზეა საუბარი, თუმცა კომისია ამას არ უშვებს. ეს რა პოლიტიკური განაცხადია მისი მხრიდან და ზოგადად მისი არ გამოცხადება, ასევე ჩორჩანას საქმეზე იყო დღეს ის დაბარებული, ამის ირგვლივ თქვენი შეფასება რა გააკეთოთ? კომისიის მოთხოვნის შეუსრულობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეხლა мотивация რა აქვს, მას უნდა ვკითხოთ. თუნდაც დისტანციურად, მაგრამ როდესაც კომისიის მოთხოვნაა, რომ ის გამოცხადდეს კომისიის ხდომაზე, სულ რომ მე დავეთანხმო მეორე მხარის იმ ახირებას, რომ არა მე მაინც და მაინც აქედან უნდა დავიკითხო, რომც დავეთანხმო. ოკეი, რა პრობლემაა, თქვა. კომისიის მოთხოვნა არის ასეთი, რომ ის უნდა გამოცხადდეს. კომისიას გააჩნია თავისი ეგრეთ წოდებული საგამოძიებო ტაქტიკა დაუშვათ. შეიძლება სურდეს ვიღაცას პირობითად, ეს ნამდვილად პირობითად ნათქვამია, წარუდგინოს რაღაც მტკიცებულებები პირდაპირ ეთერში, ამით სწრაფი პასუხი გამოიწვიოს მისი და მთელი უფლებამოსილება და აქედან გამომდინარე დისკრეცია არსებობს, რომ კომისიამ თხოვოს მას, როგორც ეჭვმიტანილი სტატუსი არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში, მაგრამ ჩვენ პოლიტიკურ ასე დავარქვათ. ეს ხო პოლიტიკური პროცესია და არ მხოლოდ სამართლებრივი ამავდროულად კომისიას არ შეეხება. პოლიტიკურ შეფასებებსაც აკეთებს კომისია და ამიტომ ვიღაცას არ ეუცნაუროს და არ გაუხარდეთ ჩემი სიტყვები. აქ ხო ჩვენ ვიკვლევთ სამართლებრივ მხარესა და მათ შორის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობასაც, ხო? კომისია არ არის მხოლოდ სამართლებრივი ორგანო რო იყოს და სამართლების საკითხებს არ კვევდეს, ამას მხოლოდ პროკურატურა გაარკვევდა. აქ პოლიტიკური ნაწილიც არის. და მათ შორის შეიძლება მიზანი იყოს რომ გაარკვიოს ბოლომდე რაღაც დეტალები, რისთვისაც კომისიას მიაჩნდეს სწორად ან არასწორად დავანებოთ თავი ერთი წამით. ამის მსჯელობაშიც კი არ უნდა შევიდეთ, რომ უნდა გამოცხადდეს აუცილებლად ის უნდა გამოიკითხოს კონკრეტული პირი. შესაბამისად, თუ ამის დისკრეციული უფლებამოსილება გააჩნია კომისიას, მისი მოთხოვნის შეუსრულებლობა ნებისმიერი მიზეზის და ახსნის მიუხედავად, ასეთი მიზეზები თან კოდექსში, ასე უკვალოს რომ ეძახენ, ასეც პედანტურად რომ გავყვეთ, მოთხოვნის შეუსრულების მიზეზები განმარტებული არ არის არსად კოდექსში, ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. და იმედია, აქაც ეხა ძალით არ დაიჯის რომელიმე ადამიანი, მათ შორის გიორგი გახარია თავს.
ასევე კითხავთ ხალხის ძალის განცხადებაზე, სადაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაվել ჰერჩინსკის აკრიტიკებენ, ამბობენ, რომ ის მის უფლებამოსილებას და კომპეტენციას დანიშნვის პირველივე დღიდან გაცდა და ასევე ამბობენ, რომ Deep State-ის წარმომადგენელია საქართველოში. თქვენი შეფასება. ხო, ჩვენ შორის ერთადერთი განსხვავება, როცა პოლიტიკური გაყრა და ესეთი დაშორება ერთმანეთის მიმართ იყო ის, რომ ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ცოტა მეტის ლაპარაკი მაინც და მაინც საჭირო არ იყო და ქართული საზოგადოება ისედაც ბევრ რამეს ხვდებოდა. ისინი შეიძლება უფრო პირდაპირები და ხისტები იყვნენ, თუმცა ტყუილს ნამდვილად არასდროს ამბობენ. მაგრამ მე მაინც ვიტყოდი, რომ შეიძლება ესეც სიხისტე არც იყოს საჭირო, თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვათ. სამწუხაროა, რომ დღეს ევროპა და ევრობიუროკრატია აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის. აბსოლუტურად განსხვავებული. ჩემ შემეცნებაში ასე ვთქვათ და მე მგონია, რომ ქართველები ესე ვფიქრობთ, უდიდესი ნაწილი ყოველ შემთხვევაში. ევროპა და ევროპული ღირებულებები არის ქრისტიანული, სამართლიანი ღირსებაზე ორიენტირებული ღირებულებები. მე ასე მგონია. მე მგონი არ ვწდები და მე მგონი მეთანხმებით, ხო? და თუ უღირსობა, დანაშაულის წაქეზება, ხელის დაფარება, რწმენის წინააღმდეგ წასვლა, იდენტობის წინააღმდეგ წასვლა, ეროვნულობის წინააღმდეგ წასვლა, ტრადიციების წინააღმდეგ წასვლა, ამათი ჩამოშლა არის ევრობიუროკრატიის მიზანი, ესე იგი თავად ევროპა და ევრობიუროკრატია აცდა ერთმანეთს. ეს ტრაგიკული რამ არის. და მე მართლა ვიოცნებებ იმ დღეზე, როცა ევრობიუროკრატია ევროპული ღირებულებებიდან გამომდინარე იმოქმედებს და ისაუბრებს. დღეს სამწუხაროდ ამას ვერ ხედავთ. ძალიან სამწუხაროდ ამ აცდენასთან გვაქვს საქმე და ჩვენ არც ერთი წამით, არც ტრადიციებს, არც ღირებულებებს, არც ღირსებას, არც მამულს, ენას და სარწმუნოებას ასეთ საკითხებს გვერდს ვერ და არავულით და როდესაც თანხwebdriver იქნება, კიდევ უფრო დაჩქარდება ინტეგრაციის პროცესი. კიდევ ერთი კითხვა მაქვს. რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს პარლამენტში ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიში წარადგინა აქცენტები, რამდენიმე აქცენტი იყო, მათ შორის ერთ-ერთი იყო ფეიქ კამპანიაზე, დეზინფორმაციაზე და ასე შემდეგ. თქვენ ზოგადად როგორ შეაფასებთ ამ სამსახურის საქმიანობას? ხო, რაც შეეხება ანტიკორუფციულ სამსახურს, ზოგადად მე მიმაჩნია შეიძლება სიახლე იყოს და ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ბევრი უწყება, ბევრი სამსახური ამ ქვეყანაში არსებობს, რაღაც რომელიც გაორების შეგრძნებას ტოვებს. არსებობს სუსის ანტიკორუფციული დეპარტამენტი, არსებობს ანტიკორუფციული სამსახური, შეიძლება საერთოდ არ იყოს საჭირო, მაგრამ მათ რაღაც კომპეტენციები გაყოფილი აქვს და ბატონი რაჟდენი ძალიან წარმატებით ახერხებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. ზოგადად კონტროლი, როდესაც ქვეყანაში ოპოზიცია არ გყავს და გყავს მხოლოდ აგენტურა, აბსოლუტურად სხვა მიმართულებით, არარეალისტური მიმართულებით თავისას მიერეკება უკაცრავად ამ გამოთქმისათვის, მაშინ კონტროლი ალბათ კიდევ უფრო გასაძლიერებელია და ამიტომ ჩვენ მოხარული ვიქნებით ნებისმიერი რეგულაციით, რომელიც საჯარო მოხელეებს, მათ შორის პოლიტიკოსებს, მათ შორის არა, საჯარო პირებს და მათ შორის პოლიტიკოსებს კარგი გაგებით აიძულებს სიმართლე ილაპარაკონ, რაღაც კორუფციულ გარიგებებში არ შევიდნენ და თუ კი ამას ახერხებს და ახერხებს გარკვეული წარმატებით, ეს უწყება უნებრივია, ეს უნდა შევუქოთ მას. რაც შეეხება ფეიქ კამპანიების მიმართულებას, ეს მხოლოდ საქართველოს ობიექტურობის უნდა ითქვას, მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, ეს დღევანდელი მსოფლიოს პრობლემაა, მათ შორის განსაკუთრებით სოციალური ქსელები, თუმცა ჩვენ რასაც ვახერხებთ, ის არის რაც დღესაც მოგახსენეთ ჩვენი, ანუ უმრავლესობის გადაწყვეტილების სახით, მტკიცების ტვირთან დაკავშირებით, ეს თავის დროზე გარედან გარსმოხვეული კანონების გასწორების თვალსაზრისით და სხვა გზა არ დაგვრჩენია, რომ შევეცადოთ ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველყოთ სიმართლის გატანა. იმიტომ რომ სიმართლეზე მძლავრი ობიექტური და მორალური იარაღი არ არსებობს.
გამარჯობა ბატონო მამუკა, რატის ჯონაია, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, აქტიურად გრძელდება გამოძიება პროკურატურაში ამ საქმესთან დაკავშირებით, დღესაც გამოიკითხა სოფელ ჩორჩანის რამდენიმე მკვიდრი. მაშინდელი ხელისუფლების თანამდებობის პირები იგივე ვახტანგ გომელაური, ასევე ალექსანდრ ტაბატაძე ამბობენ, რომ ყოფილიყო შესაბამისი კოორდინაცია საგუშაგოს ჩადგმის დროს, ის შედეგები, რა შედეგებიც მოყვა ამ საგუშაგოს ჩადგმას, რეალურად არ მოყვებოდა ამ ამბავს და ასევე ალექსანდრ ტაბატაძე მოიყვანა მაგალითებიც, რომ მანამდეც გამხდარა საჭირო საგუშაგოს ჩადგმის, თუმცა მსგავსი შედეგები არ მოყოლია, იმიტომ რომ შესაბამისი კოორდინაცია მაშინ იყო. რომ გითხრათ რა უნდა ყოფილიყო 2019 წელს და რა არ იყო, რის გამოც რეალურად მიმდინარეობს ახლა ეს გამოძიება. მადლობა. ევროკავშირის მანდატის ფარგლებში არსებობდა სპეციალური ფორმატი და ყველა მხარეს, მათ შორის საოკუპაციო მხარესაც, ოსურ მხარესაც, de facto და საქართველოს ხელისუფლებასაც ჰქონდათ ყველა მხარეს, ანუ ვალდებულება, რომ ნებისმიერი მსგავსი არათუ ასეთი ამ მასშტაბის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინათ ამ ფორმატისათვის. ეს იყო ვალდებულება, რომელიც უბრალოდ არ შესრულდა. არ შესრულება შეიძლება იყოს ერთი დანაშაულებრივი, მეორე უმოцრევით ჩადენილი. იანვარში ესაც კომისიაზე ელაპარაკა. იანვარში რაღაც მონიშნები ნახეს, როგორც თვითონ ამბობენ. და აგვისტოში რეაგირება მოაყოლეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იანვარში რამდენი თვეობა გადავთვალოთ. და აგვისტოში მოაყოლეს ამას რეაგირება და ამ რეაგირების შედეგი თვითონ რასაც ამბობენ იმ ვერსიაში შევდივარ. იმას კი არ ვამბობ რა ეჭვებიც არსებობს. თვითონ რასაც ამბობენ. აქეთ ვერსიაში საერთოდ არ შევდივარ. ორი ვერსია ან სპეციალურად დაავალეს უთხრეს რომ შენ ახლა აგვისტოს მინი მოდელი უნდა გაიმეორო, შენ თვითონ იმოქმედო, პატარა იმაზე ერთ რაღაცა მონიშნა იქნება და უნდა გადახვიდე შეტევაზე, რაღაცა ფორმით და ასე შემდეგ. ამ ვერსიაზე არ ვლაპარაკობ. ვლაპარაკობ მათივე მოყოლ ვერსიას. ამდენი თვის შემდეგ რეაგირება რაღაც მონიშნებზე, რომელსაც შედეგად, ამას ხო ვერ ვუარყოფ ფაქტია, ჯერ ფაქტებზე ვილაპარაკოთ, შემდეგში რაღაც. რამდენიმე თვის შემდეგ რეაგირებაზე მათი, ანუ ოკუპანტი მხარის და უსწორი მხარის რეაგირება ერთობლივი იყო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შემოჭრა ეგრეთ წოდებულ გამყოფი ზოლს აქეთ 1 კილომეტრით და დაიკარგა 1,000,000 კვადრატული მეტრი. სხვა შემთხვევა 2012 წლის შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში არც ერთი არ ფიქსირდება, როდესაც ეგრეთ წოდებულ გამყოფის ზოლის აქეთ სიღრმეში შემოვიდნენ ოკუპანტები. ანუ კონკრეტული ქმედება კონკრეტული შედეგით. ეხლა ჩვენ ვამბობთ ეს ქმედება იყო თუ არა დანაშაულებრივი. ერთადერთი რაც დარჩენია გიორგი გახარიას მოიტყუოს თუ სიმართლე თქვას თუ რაღაც ფორმით როგორც თვითონ შეაფასებს არ ვიცი. ამ მტკიცოს წარმოდგენა არ ქონდა რომ უნდა ჩაეყენებინა ევროკავშირის ჩარჩოში შექმნილი ფორმატი და მის წარმოადგენლების საქმის კურსში. უნდა ამტკიცოს რომ წარმოდგენა არ ქონდა რომ ეს მოყვებოდა, მაშინ როდესაც ჩადგმის შემდეგაც კი ღია წყაროებში ეხავე რომ დაგუგლოთ, ნახავთ. ღია წყაროებში პირდაპირ გაფრთხილება იყო რომ შემოვიდოდნენ სხვა ტერიტორიაზე დაიკავდნენ საქართველოს დანარჩენ ნაწილსაც იმ მიდამოებში, სადაც კი საშუალება ექნებოდათ. ანუ გაფრთხილების მიუხედავად უნდა ამტკიცოს რომ მე ვერ მივხვდი რომ ამას გააკეთებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს აღიაროს სისხლის სამართლის დანაშაული, უმძიმესი დანაშაული და ეს არის ერთადერთი შემთხვევა 2012 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს დამატებით დაკარგა ტერიტორიები. ეხლა შეიძლება ვიღაცამ ამის საწინააღმდეგო არგუმენტად რა მოიყვანოს, აი მოიტანოს ბორდერიზაცია რომ მიდის, იცით რა შვებიან? ოკუპანტები როდესაც მიყვებიან ხოლმე ამ ბორდერიზაციას აკეთებენ. ჩვენი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს გაუშვიან ხოლმე რუკას, თქვენმა პრეზიდენტმა მოხაზა ეს, ეუბნებიან. აი ყველაზე ძალიან მარტივად რომ ვთქვათ. 2007 წლის მაისის გადაწყვეტილებაზე მიუთითებენ სააკაშვილის გადაწყვეტილებას. აი თქვენმა პრეზიდენტმა რაც მოხაზა, იმას მიყვებით. და ერთადერთი სადაო იცი რა აქვთ? საბჭოთა პერიოდში ავტონომიური რესპუბლიკა რომ იყო, რაც მერე სიტყვა მხოლოდ ერთი სიტყვა ყოფილის დამატებით სააკაშვილმა აღუდგინა.
1922 წლის რუკას გავყვეთო თუ ამასო, აი ეს არის ხომ სადაო. სადაც მაქსიმუმ რამდენიმე ათეული მეტრის ცდომილება ერთმანეთს შორის. აი ამაზეა ხომ მხოლოდ დავა. სიღრმეში დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოდიან ხომ ამით იმართლებენ თავს საოკუპაციო ძალები, რომ აი თქვენი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიყვებით, ხო 2007 წლის მაისში, 2008 წლის ომი რაშუაში, 2007 წლის მაისში ხო აგერ თქვენ თვითონ მოგვიხაზეთ. ამას გვეუბნებიან ხომ. ერთადერთი შემთხვევა აქედან გამონაკლისი გახარიას ქმედების გამო 1 კილომეტრით რომ შემოვიდნენ და არანაირი ზოლი არც 22 წლის რუკაზე არც ერთი არ ფიქსირდება მსგავსი რომ ამხელა ტერიტორიული ცდომილება ყოფილიყო იმ რაღაცა სულ წაყვი იმ გიჟურ ვერსიას რაც რუსებმა და სააკაშვილმა ერთად დაალაგეს. ოს რა თქმა უნდა არ გულისხმობ ჩვეულებრივ მოქალაქეებს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს გულისხმობ აქ სპეკულაციის საშუალება რო არ მიცეთ. შესაბამისად ეს იმას ნიშნავს რომ ამ კაც პოლიტიკასთან კი არა საერთოდ არაფერი ორი ადამიანი სამართავად არ უნდა ანდო რას წარმოუდგენელი და მტკიცებულებით ჩემიაც ეს ჩემი სუბიექტური შეფასებაა დასტურდება რომ მას აქვს უმძიმესი დანაშაული ჩადენილი თუმცა ამაზე საბოლოო დასკვნა და პასუხი სასამართლომ უნდა გაგვცეს. დიდი მადლობა.